მისმინეთ, მე უნდა დაგისვათ ერთი ძალიან კონკრეტული კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემას ყველა გაურბის. რა ჯანდაბა უყოთ არმან ცარუკიანს? ეს არ არის უბრალოდ კითხვა. ეს არის ნამდვილი თავსატეხი, რომელსაც UFC-ს ხელმძღვანელობა ყოველდღე აწყდება. მოდით, სიმართლეს თვარი გაუსწოროთ და ნუ ვიქნებით ფარისევლები. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თეატრალურები, შეგვიძლია დავიჭიროთ სერიოზული სახეები და ვითამაშოთ თითქოს ძალიან გაბრაზებულები ვართ არმანზე. შეგვიძლია თქვათ, რომ მან რაღაც დააშავა, რომ მისი საქციელი მიუღებელი იყო და ახლა ის სასჯელს იხდის. მაგრამ მოდით, ჩეილ სონენი გეტყვით სიმართლეს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლია. ჩვენ უბრალოდ თავი მოგვაქვს, თითქოს გაბრაზებულები ვართ, რადგან რეალურად წარმოდგენა არ გვაქვს რა ვუყოთ მას. სიტუაცია კი საერთოდ არ ხდება უფრო ნათელი. პირიქით, ყოველდღე უფრო და უფრო იხლართება. ახლა გადავიდეთ მთავარზე. ჩემში არ არსებობს არც ერთი უჯრედი, რომელიც ილია თოფურიას საწინააღმდეგო იქნებოდა. მე არ ვარ მისი მტერი. პირიქით, მე პატივს ვცემ იმას, რასაც ის აკეთებს, მაგრამ მე აბსოლუტურად არ მომწონს ის სიტუაცია, რომელშიც ის ახლა იმყოფება. თუმცა ერთი რამ უნდა ვაღიაროთ. ილიამ ამ ვითარებას თავი ისე გაართვა, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება და ეს მან უკვე ორჯერ გააკეთა. მოდით გადავახვიოთ ფირი 1 წლით უკან. გაიხსენეთ რა მოხდა მაშინ. ილიამ აიღო ტელეფონი და თქვა: მისმინეთ, მე აღარასოდეს ვიქნები 74 ფუნტი. წაიღეთ ეს ქამარი უკან. თქვენ გონიათ ეს ადვილი ზარი იყო? გონიათ UFC-ში უყვართ ასეთი ზარები? რა თქმა უნდა არა. თუ შენ ხარ ჩემპიონი და შენ მიხავს დივიზიონი, არსებობს ქამრის დაკარგვის მხოლოდ რამდენიმე გზა. პირველი, შენ გადიხარ ოქტაგონზე შენზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. იღებს შენს წილ დარტყმებს, აგებ როგორც კაცი და გადასცემ ესტაფეტას სხვას. მეორე, შენ მიდიხარ პენსიაზე, მაგრამ ქამრის დატოვება და სხვა დივიზიონში გადასვლა ისე რომ არავინ შეაფერხოს, ეს ძალიან რთული და იშვიათი ნაბიჯია. ილიამ იცოდა, რომ წონის კლება მისთვის უკვე ტანჯვა იყო. მან იცოდა, რომ აღარასოდეს ჩადგებოდა იმ წონაში და არ სურდა მთელი დივიზიონის გაჩერება თავისი ეგოს გამო. მან თქვა, რაც არ უნდა რთული იყოს ეს ზარი, რაც არ უნდა კრიტიკა მივიღო, მე გაწვდით ამ ინფორმაციას, რომ თქვენ საქმეს მიხედოთ და მათაც მიხედეს, თანაც ძალიან სწრაფად. ისტორიას თუ გადავხედავთ, უამრავი მებრძოლი ყოფილა, რომელიც ასეთ დროს თამაშს დაიწყებდა. დაიწყებდნენ ცეკვას, მხარი მტკივა, დამირეკეთ მოგვიანებით, თავს შეუძლოთ ვგრძნობ. ისინი წლებით აკავებდნენ ტიტულებს და არ აძლევდნენ სხვებს შანსს. ილიამ კი ეს ძალიან კარგად გააკეთა. ახლა კი, როცა 145 ფუნტზე ვსაუბრობთ და გვესმის, რომ არსებობს გარკვეული პირადი პრობლემები, მან ზუსტად იგივე გააკეთა. მან თავად დაწერა სოციალურ სექსელში. მე დაუბრუნდები აპრილიდან ივნისის პერიოდში. თუ ეს ინფორმაცია ზუსტია, მაშინ თეორიულად ედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის გამარჯვებული გავა ილიაზე. და ეს დრო არმანისთვისაც არ არის ცუდი. მისი ჩასმა შეიძლება იმავე ქარდზე ან პირდაპირ სარეზერვო მებრძოლად გამოცხადება. მაგრამ კითხვა რჩება, რატომ აპრილიდან ივნისამდე? რას ნიშნავს ეს? რომ ის უკვე მზად არის ვარჯიშისთვის, თუ იმას, რომ ვარჯიშს მხოლოდ მაშინ დაიწყებს? მე მინახია მებრძოლები, რომლებიც ორივე გაგებით საუბრობენ. თუ ილია გულისხმობდა, რომ ბრძოლა ექნება ამ პერიოდში, მაშინ ის უკვე ბანკში უნდა იყოს. მაგრამ ინტერნეტს თუ დაუჯერებთ, ის საერთოდ არ ვარჯიშობს და ისევ იბრუნებით იმ წერტილზე. თუ ის არ იბრძოლის სამრამდე, როდის დადგება მომენტი, როცა ქამარი უნდა ჩამოერთვას? ეს არ არის უხეში კითხვა, ეს არის ლოგიკური კითხვა, რომელიც თავად ილიამ დასვა. მან თქვა, აიღეთ ქამარი, მე დავბრუნდები და ყველას ვცემ. მე არ მეძდის ეს იდეა. პირიქით, ეს შეიძლება იყოს ყველაზე სწორი გზა. ახლა მოდით უფრო ღრმად ჩავიდეთ ამ ამბავში, რადგან რაც უფრო მეც ვფიქრობ, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება. ჩვენ, როგორც საბრძოლო ხელოვნების დიდ საზოგადოებას, ყოველთვის გვქონდა გარკვეული დაუწერელი წესები. ჩვენ გვჯეროდა იერარქიის. ჩვენ გვჯეროდა, რომ როდესაც ორგანიზაცია აცხადებს დროებით ჩემპიონატოს, ეს ნიშნავს ერთ კონკრეტულ რამეს. შენ ხარ შემდეგი რიგში. წერტილი. არანაირი მაგრამ, არანაირი თუ. შენ ხარ ნომერ პირველი პრეტენდენტი და შენი შემდეგი გაჩერება ნამდვილი დაუზუსტებელი ჩემპიონის ოქტაგონია. მაგრამ ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წესები ფანჯრიდან გადაყარეს. მე უკვე ვახსენე ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის მაგალითი და ეს მართლაც შოკის მომგვრელი იყო. ტომას პინალი, კაცი რომელიც ყველას ანადგურებს, იდგა და უყურებდა როგორ იბრძოდნენ სხვები მისი კუთვნილი შანსისთვის. ეს ნიშნავს, რომ დროებითი ჩემპიონობა დღეს მხოლოდ ლამაზი აქსესუარია? თუ ეს არის საშუალება, რომ ორგანიზაციამ დრო გაიყვანოს. სწორედ ამიტომ ვსვამ კითხვას არმან ცარუკიანთან დაკავშირებით. რა უნდა ვუყოთ მას, რომ მისი სატიტულო შანსი კიდევ უფრო გადავავადოთ? ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თეატრალურები და ვთქვათ, რომ არმანი რაღაც სასჯელს იხდის, რომ ის ცული ბიჭია და UFC მას ჭყვას ასწავლის. მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს თამაში? 1 თვეს? 2-ს?
ადრე თუ გვიან რეალობა კარს მოგვიყაყუნებს და ეს რეალობა არის პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ ეს სცენარი. ერთ-ერთი მათგანი გადის ოქტაგონიდან ქამრით ხელში და ჩვენ ყველას გვჯერა, რომ სწორედ ეს გამარჯვებული შეხვდება ილიას. ილია თოფურიაკი, რომელიც აქამდე ყოველთვის თავისი სიტყვის კაცი იყო, გუშინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა და გვითხრა: "მე დავბრუნდები სადღაც აპრილიდან ივნისამდე." მოდით ეს წინადადება დავშალოთ. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ თეორიულად ყველაფერი ლოგიკურად ჟღერს. გეიჯი პედის გამარჯვებული ხვდება ილიას. არმან ცარუკიანს კი ვსვამთ იმავე საღამოს სხვა ბრძოლაში, ან ვაცხადებთ მას სარეზერვო მებრძოლად. ეს არის წყნარი, პოლიტიკურად კორექტული გზა სიტუაციის მოსაგვარებლად. მაგრამ მე მაქვს ერთი დიდი რატომ? რატომ მაინც და მაინც აპრილიდან ივნისამდე? თუ შენ ამბობ, რომ აპრილში ბრუნდები, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მზად ხარ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე გაქვს გავლილი ტრადიციული 10-12 კვირიანი მოსამზადებელი ბანკერი, ან მინიმუმ ახლა იწყებ მას. მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ ინტერნეტს, სოციალურ ქსემებს და იმას, რაც კულუარებში ხდება, ილია საერთოდ არ ჰგავს ადამიანს, რომელიც ახლა ბანკერშია და ოფელს ხურის. აქედან გამომდინარეობს ორი ვარიანტი. ან ილია გულისხმობს, რომ აპრილში ის მხოლოდ ვარჯიშის დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ ბრძოლას ზაფხულის ბოლომდე ან შემოდგომამდე ვერ ვნახავთ. ან ის ისეთ ფორმაშია, რომ მოსამზადებლად მიწირე დროც ყოფნია. მე მინახავს ორივე ტიპის მებრძოლი. ზოგი ამბობს ვბრუნდები და გულისხმობ ჩხუბს, ზოგი კი გულისხმობს დარბაზში დაბრუნებას. და თუ ილია რეალურად ზაფხულამდე არ აპირებს ჩხუბს, მაშინ ჩვენ ვუბრუნდებით იმ არაპოპულარულ კითხვას, რომლის დასმაც არავის უნდა. როდის ხდება ქამრის ჩამორთმევა გარდაუვალად? ეს არ არის თავხედობა, ეს არის ბიზნესი. თავად ილია თოფურიამ გახსნა ეს თემა. მან თქვა, რომ მზად არის დატოვოს ქამარი თუ ეს დივიზიონს დაეხმარება. მან ეს გააკეთა 155 ფუნტზე და თქვა: აიღეთ ქამარი, მე მაინც დავბრუნდები და ყველას მივაცხობ. იცით, მე ეს იდეა სულაც არ მიწვის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს არის უმოკლესი და უმარტივესი გზა, რომ მივიღოთ სუპერბრძოლა. ილია თოფურია ისლამის წინააღმდეგ. მაგრამ როგორ მივიდეთ აქამდე? ბევრი მეუბნება, ჩეილ, გააკეთე ეს ბრძოლა, მაშინ როდესაც ორივე ჩემპიონია. მე მესვის თქვენი, მე არ გეკამათებით, მაგრამ მოდით ჩავიხედოთ ისტორიაში. ჩვენ გვაქვს ტრაექტორია, ჩვენ გვაქვს პრეცედენტები. ნუ თუ ჩვენ შევცვალეთ წესები UFC 100-ზე, 200-ზე, 300-ზე, არც მაშინ, არც Madison Square Garden-ის დებიუტისთვის და არც სფეროს შოუსთვის არ არსებობს პრეცედენტი, რომელიც ერთი ღამე ან ერთი მოვლენა თავზე გადაუავლებს მთელ ბიზნეს სტრატეგიას და წესებს, რომლებითაც ორგანიზაცია წლები ამუშაობს. ბევრი ავიწყება ალექს პერეირას შემთხვევა. ხალხს გონია, რომ 205 ფუნტში იმიტომ ავიდა, რომ მისი დივიზიონი გაწმინდა. ეს მცდარი მეხსიერებაა. პერეირამ წააგო ქამარი ისრაელ ადესანიასთან. მას აღარ ჰქონდა ვალდებულება დივიზიონის მიმართ და სწორედ ამან მისცა საშუალება ასულიყო ზევით. ილიას შემთხვევაში ქამრის დატოვება არ ნიშნავს მის დასუსტებას. პირიქით, ეს უხსნის მას გზას ისლამისკენ ყოველი გვარი დაბრკლებიდან. ეს არ არის ცივი და ბოროტი ნაბიჯი, ეს არის სტრატეგია. სწორედ ამიტომ არსებობს დროებითი ქამრები, რომ ჩემპიონმა, როდესაც ის სხვადასხვა მიზეზით არ გამოდის, შეძლოს მშვიდად მოაგვაროს თავისი საქმეები, მანამ დივიზიონი ცოცხლებს. მოდით ახლა ყველაზე მგრძნობიარე თემა შევეხოთ. ავადმყოფობა და ტრავმები. ეს არის ის სფერო, სადაც UFC ყოველთვის იჩენდა გარკვეულ მოწყალებას, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. ეს მოწყალება არ არის უსაზღურო. ეს არ არის თავისუფალი საშვი, რომელიც საშუალებას გაძლევს დივიზიონი წლობით მძევლად ყავდეს. თუ გსურთ მაგალითი, მოდით გავიხსენოთ ირჟი პროხასკა. პროხასკას ჰქონდა მხრის ტრავმა, რომელიც თავიდან არასწორად დაუსვეს. სულ რაღაც 8 დღე დასჭირდა ორგანიზაციას იმისთვის, რომ მისთვის ქამარი ჩამოერთმიათ. მათ თქვეს, ეს არის ყველაზე საშინელი მხარი, რაც კი ოდესმე გვინახავს. ის ვეღარასოდეს იბრძოლებს. 8 დღე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, დიაგნოზი არც კი იყო სწორი. აი ეს არის მიდგომა ავადმყოფობისა და ტრავმების მიმართ. თუ შენ გაქვს რაიმე სხვა მიზეზი, რის გამოც ვერ გამოდიხარ, იქნება ის პირადი პრობლემები, წონის კლების სირთულეები თუ სხვა რამ, სწორედ მაშინ დგება ქამრის ვაკანტურად გამოცხადების საკითხი. ეს არის ის სხვა ყველაფერი, რაც აიძულებს მებრძოლს დათმოს ტიტული. სწორედ ამიტომ, როცა ილია თოფურიაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სასტიკი ან ცივი საუბარი. ეს არის საკვები თქვენი გონისთვის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის სამართლიანი დივიზიონისთვის. და როცა ვუბრუნდებით კითხვას, რა ვუყოთ არმან ცარუკიანს, ჩვენ ვაწყდებით ძალიან რთულ დილემას. მთელი ეს იდეა, რომ ჩვენ გაბრაზებულები ვართ მასზე, ან რომ ის რაღაც სამაგიერო სიხდის, არის სუფთა წყლის ტყუილი. ეს არის მოგონილი ამბავი, რათა დრო მოვიკოთ.
არავინ არ არის გაბრაზებული არმან ცარუკიანზე. ის არის ნიჭიერი, ის არის პრეტენდენტი და ის არის ადამიანი, რომელმაც თავისი ადგილი დაიმსახურა. თუ ილია თოფურია მართლაც მზადაა ქამრის დასათმობად, როგორც მან თავად აღნიშნა, მაშინ ჩვენ გვეხსნება საოცარი შესაძლებლობები. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება ინტერესი, როდესაც ილია დაბრუნდება არა როგორც ჩემპიონი, რომელიც ტიტულს იცავს, არამედ როგორც ხალხის ჩემპიონი, რომელიც მოდის თავისი კუთვნილი ნივთის დაბრუნებლად. ეს ქმნის ნარატივს, რომელიც ბევრად უფრო მეტ ფულს ყიდის, ვიდრე უბრალოდ მორიგი დაცვა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის სამართლიანი. სპორტში სამართლიანობა იშვიათი ხილია, მაგრამ ლოგიკა ყოველთვის მუშაობს. თუ ილიას სურს ისლამ მახაჩევთან ბრძოლა და მე მჯერა, რომ მას ეს მართლა სურს, მაშინ დივიზიონის მუხრუჭის მოხსნა უკეთესი ნაბიჯია. არმან ცარუკიანი კი, რომელიც ამ მთელ ისტორიაში განტევის ვაცად გამოაყვანეს, ადლე თუ გვიან მაინც მიიღებს თავის შანსს. მოდით დავასრულოთ ეს ყველაფერი იმით, რომ UFC არის ბიზნესი, რომელიც ემოციებსა და ისტორიებზე დგება. არმანის განწევის ისტორია კარგია პრესისთვის, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ ველოდებით ილიას შემდეგ ნაბიჯს. და ილია უკვე გვითხრა, ის მზადაა ყველაფრისთვის. ის მზადაა დაბრუნდეს, ყველას ცემოს და დაიბრუნოს ის, რაც მისია. და თუ ამ გზაზე მას მოუწევს ქამრის დროებითი დატოვება, ეს მხოლოდ მის ლეგენდას გახდის უფრო დიდს. ასე რომ, როცა შემდეგში გაიგებთ, რომ ვიღაც გაბრაზებულია არმანზე, უბრალოდ გაიღიმეთ. თქვენ უკვე იცით სიმართლე. თქვენ იცით, რომ ეს არის დიდი ჭადრაკის დეფა, სადაც ფიგურები ისე ლაგდება, რომ საბოლოოდ ყველაზე დიდი და მომგებიანი ბრძოლები მივიღოთ. ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი. ეს სახელები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში, მიუხედავად იმისა, ვის წელზე იქნება ქამარი ხვალდილით.